ვაკეთებთ პარალელურ პარკირებას ოღონდ ორი სვლით. ანუ თავიდან რა თქმა უნდა ახლოს მივდივართ, გაბარიტის ვიდეოც ნახეთ, როგორ მივიდეთ ხოლმე ახლოს რაღაცასთან. და ახლოს როცა მივიდივართ, აი ამ ჯოხთან. სადაც წყვეტილი ზოლი მთავრდება, ვაჩერებთ უკანა კარის სახურულს. რომ იყოს გასწვრივ. ეს აუცილებელია. თუ ამ ჯოხს გავწვდით, ისე უკუსვლით დავალთ, მივდივართ, კარის სახურულს გავუსწორ და ვსვამ. ამაში კულა არ გვაგდება, იმიტომ რომ უკუსვლაში გვაქვს უკვე ჩაგდებული. გამოცდაზე ვერ ხვდება სენსორი თქვენ რატო ჩავაგდეთ უკუსვლაში, იმიტომ რომ გაცდით რამეს თუ უბრალოდ აყენებთ მანქანას. აი უკუსვლის შემდეგ დრაივს როცა გამოიყენებთ, მაგ შემთხვევაში გაგდება 15 კულა. მოუხვევთ მარჯვნივ ბოლომდე და უყურებთ აქ საბურავს. საბურავის ძირს უყურებთ ოღონდ. საბურავის ძირს და წყვეტილ ზოლს შორის დავტოვებთ დაახლოებით 30 სანტიმეტრს დაახლოებით. ახლოს მივალთ ესე ვთქვათ. მაგ დროს კარგად თუ დააკვირდებით, აი პირველი სახელური. ამ ის გასწვრივარი კაგრას ზუსტად ამ პირველი კარის სახურულის დასაწყისის გასწვრივარი ზოლიც წყვეტილი. ამიტომაც ეგრეთ შეიძლება. ასევე შეიძლება შევხედოთ აი ამ ჯოხს. ამ ჯოხს თუ ჩვენ წელა გავცდით, ხო? მაშინ ამ ჯოხს ვეჯახებით. და ისე ანუ ან შესვლისასვე კუდი გამოედება, ან მერე ცხვირი. გააჩნია. ხო და ამ ჯოხს არ უნდა გავარტყათ. მოკლედ გადავუხვევთ პირიქით, მერე ძალიან ხომ მარჯვნივ მოვხვდეთ, ახლა მარცხნივ. გადავუხვდეთ და დავედით. და თუ უყურებთ ცხვირი არ გავარტყათ მაგ ჯოხს. ცხვირს ახლა არ ვუტყავთ ამ შემთხვევაში, მაგრამ ნუ გაბარიტისაც უყურეთ. ზოლებში უნდა გავსწორდეთ ამ ზოლში. არაფერი არ ხდება, ამ ზოლში არაფერი არ ხდება. პირდაპირ პარალელურად როცა დადგება მანქანა სწორად, მაგ დროს ჩერდებით. ვიყურებით მაგ დროს შუაში პირდაპირ, იმიტომ რომ ზოლებს უყურებენ ხოლმე და მასე ეშლებათ. ამიტომაც ჯობია პირდაპირ უყუროთ. მერე დავაპარკინგებთ. ხელის მოხრუც ამოვუწევთ და შეგვიძლია 40 აუშვათ ფეხი, შეგვიძლია არ აუშვათ ფეხი, შეგვიძლია საჭი გავასწოროთ. თუ ახლოს დგავართ აქეთ ამ მხარეს და მოხოულია ბორბლები მოხოული კვეთავს ზოლს. თუ იქით დგავართ ახლოს და იქითაც მოხოულია ბორბლები, იქით კვეთავს. აი მაგ შემთხვევაში შეიძლება გაასწოროთ, საჭირო ამ მოხოულმა ბორბალმა არ გადაკვეთოს ზოლი. დადვრისას უნდა გავხედოთ სარკეში, რომ გვერდზე მანქანა ხო არ მოდის. გვერდზე თუ ავტომობილი მოდის, აუცილებლად უნდა გავატაროთ და შემდეგ გავიდეთ ჩვენ. თუ სარკეში ჩავიხედეთ, არაფერი არ ჩანს. სარკე თან ახლოს არის, თან დაბლა, ხო? გვერდზეც რო გავიხედოთ, არაფერი არ დააკლდება მაგას. აი გორში მაგალითად ესეთი არა, ორი პარკირებაა იქაც. და რუსთავშიც გვერდზე მანქანები დადიან და გორში შეიძლება იქით აი წყვეტილი ზოლის იქით დადის მანქანა და მაგ შემთხვევაში უნდა გავატაროთ. ისედაც ახლა ნუ ყველა ვარიანტი შობია რომ გაიხედოთ და ისე გახვიდეთ, იმიტომ რომ თქვენ ძრავთ ავტომობილს. აუცილებელია ეს არ არის რომ გააკეთოთ. ეს არის უბრალოდ ორი სვლით, ანუ მოხვედი, პირიქით მოუხვე, ჩადექი. მარტივია შედარებით, მაგრამ ოდნავ თვალის ზომის განსაზღვრით უნდა გააკეთოთ. ცოტათი ძნელია, მაგრამ მარტივია იმ შემთხვევაში ორი სვლით არის. სულ ავიწყდებათ ხოლმე. ეხა მარჯვნივ, ეხა ვასწორებ, არ ვასწორებ, ეხა უხვევ და რაღაც. ანუ რაღაცა გერეოდათ ხოლმე, მე ის შემოვიღეთ რა, რომ ორი სვლითაც გააკეთან ხოლმე. მოკლედ წარმატებები. გადაწყვეტეთ თქვენ თვითონ მიიღეთ გადაწყვეტილება, ყოველთვის დაფიქრდით კარგად და თქვენ თვითონ შეხედეთ შესაძლებლობებს, რომელი შეგიძლიათ გირჩევნიათ და ასე შემდეგ. წარმატებებს გისურვებთ ყველას.